შალვა პაპუაშვილს. მოგესალმებით. დღეს ამ შემთხვევაში ბატონი მამუკა დინარაძის ნაცვლად უმრავლესობის ხდომიდან მე ჩავატარებ ბრიფინგს, როგორც იცით ბატონი მამუკას დაჭირდა მცირე ჩარევა ოპერაციის სახით და ის რეაბილიტაციას გადის, უსურვებთ კიდევ ერთხელ მალე რეაბილიტაციის გავლას. დღეს შედგა უმრავლესობის ხდომა გაფართოებულ ფორმატში, მათ შორის თბილისის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ, ვისაუბრეთ თავისთავად მომავალი კვირის განრიგზე და დღის წესრიგზე, ასევე მიმდინარე საკითხებზე და რა თქმა უნდა თავად კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც მომავალ კვირას მესამე მოსმენით განიხილება. ასე რომ ეს იყო ჩვენი ძირითადი საუბრის საკითხები. უპირველესად ორი საკითხია მნიშვნელოვანი. ჩვენ რასაც ვაკვირდებით ბოლო კვირების განმავლობაში არის ის, რომ არის დაბლოკილი მსჯელობა და დისკუსია, არის ტრაფარეტებით გადაფარვა საკითხისა და რომელშიც სამწუხაროდ უცხოელი აქტორებიც არიან ჩართული, იმ მხრივ რომ ნაცვლად იმისა, რომ იყოს საღი დისკუსია საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე კვირა არის ჯიუტი მცდელობა, რომ არ შევიდეს ვინმე დისკუსიაში და მიეკეროს კლიშეები ამა თუ იმ ინიციატივას. საბედნიეროდ საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს და ძალიან კარგად ერკვევა საკითხებში. მეორე განზომილება არის, რომ ხდება ასე წარმოჩენა, რომ თითქოს არის ახალგაზრდების ჯგუფი, რომელიც განსაკუთრებულად შინაარსობრივად თუ ემოციურად ეკითხება ამ საკითხს. სინამდვილეში ჩვენ თუ დავაკვირდებით ასე ვთქვათ გარკვეულ სტრუქტურას იმ პროტესტისა, რომელიც არის, ჩვენ ვნახავთ უპირველეს ყოვლისა რამდენიმე აქტივისტების ჯგუფს და ესეც ცალკე ტერმინია კიდე გამოგონებული აქტივისტებისა, თითქოსაც იმისთვის, რომ დააბნიონ საზოგადოება, რომ თითქოს ამ აქტივისტების ჯგუფს არ აქვს პარტიული კუთვნილება და ამიტომ მედიებს მოგიწოდებთ, რომ ამ ჯგუფებს, რომლებიც არიან ლიდერები და ორგანიზატორები, მათ შორის ძალადობრივი აქტივობებისა, ჯიუტი და ფიონი სხვა ეს ჯგუფები, ვკითხოთ, რა არის მათი პოლიტიკური არჩევანი. იმიტომ რომ სინამდვილეში ეს არის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც თითქოს დისტანცირებულები არიან პარტიები და მაგრამ აქვს პირდაპირ პარტიული დავალებები. ამიტომ ამ წერილის მიზანი მე როგორც გავიგე და დანარჩენი თქვენ გექნებათ შესაძლებლობა პრემიერ-მინისტრს დღეს საღამოსთვის, ვინც იქნება წარმოდგენილი მასთან ინტერვიუზე ვკითხოთ, არის ის, რომ მიმართონ ახალგაზრდებს, რომ საკითხებს არ უნდა შეხედონ მხოლოდ ემოციებით, მნიშვნელოვანია შინაარსი. და მე მგონი კარგად იყო გაშლილი მათ შორის რა საკითხი. ჩვენ ემოციებს ვყოფილიყავით აყოლილი. ასეთივე მიტინგები ტარდებოდა 2020 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც თითქოს არჩევნები გაყავდაო, ამბობდნენ და თქვენ მაშინ გახსოვთ. ხელისუფლება ფაქტობრივად მარტო დარჩა. NGO-ებმა არჩიეს სიჩუმე, ისინი ვინც არ იყვნენ ჩართული პარალელური დათვლის შედეგების გაყალბებაში, არჩიეს სიჩუმე, მათ შორის მეც პირადად ქონდა მაშინ შეხვედრები NGO-ებთან და არ ჩაერიდნენ საერთოდ ამ საკითხში. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ყველაფერი კარგად იცოდა, მათ შორის დონორიც იყო ამ საკითხში ჩართული პარალელური დათვლის ყალბის შედეგების გავრცელებაში, მაგრამ სამწუხაროდ ვნახეთ ის მაშინ ეტაპი ერთთვიანი მღელვარებისა, რომელიც ზუსტად იმით, რომ ჩვენ ჯიუტად შინაარსზე ვიყავით კონცენტრირებული, გადავტეხეთ. ასე იყო 2022 წლის თებერვალის ბოლოს, როდესაც რუსეთმა დაიწყო აგრესიული ომი, მაშინაც ზუსტად ასე ემოციებზე გამოიყვანეს გარკვეული ჯგუფი საზოგადოებისა, როდესაც არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, მაშინაც ასე ემოციებზე და ყოველ ჯერზე დადასტურდა, რომ ხელისუფლება და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა იყო სწორ შინაარსობრივ გზაზე და დადასტურდა ყოველ ჯერზე, რომ ხელისუფლება და მოსახლეობის უმრავლესობა იყო მართალი და უმცირესობა, რომელიც მაშინ ემოციურ აქციებს ატარებდა, გაუშვით ქართველი მებრძოლები უკრაინაში სახელმწიფო თვითმფრინავით, გადადგეს მთავრობა და NGO-ებმა დააკომპლექტო მთავრობა, გაყალბდა არჩევნები, ყველა ეს სლოგანები და ლოზუნგები ხო კვლავ ჩაგვესმის ყურში, რაც მაშინ ზუსტად ასეთი ტიპის აქციებიდან ისმოდა. აღმოჩნდა, რომ ყველა ამ შემთხვევაში იყო მცდარი ის ემოციური მოსაზრებები, რომელიც მაშინ იყო, არადა საჭირო იყო 5 წუთი დაფიქრება მხოლოდ შინაარსში, რას ნიშნავდა სამხედროების გაგზავნა სახელმწიფოს თვითმფრინავით, რას ნიშნავდა პირდაპირ ომში შესვლას რუსეთთან. საჭირო იყო 5 წუთი დაფიქრება იმაზე, რას ნიშნავს, როდესაც უცხოური დაფინანსებით მოქმედი NGO ითხოვს, რომ მთავრობა მან დააკომპლექტოს, საერთოდ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე და რა ჩარევასთან გვაქვს საქმე შიდა საქმეებში, 5 წუთი დაფიქრება ხანდახან საჭირო ხოლმე. ამიტომ მთავარი გზავნილი ამ წერილის არის, რომ დავფიქრდეთ, შევიდეთ შინაარსში, ეს არის მთავარი და არა
და იმიტომ ადვილი არის რომ ვიღაცები ემოციებს ააყოლონ და ეს არაერთხელ გამოსვლია სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა საზოგადოებაში, სწორედ ესე ახალგაზრდულ ენერგიას და ემოციას იყენებენ ხოლმე ისინი, ვინც უკან რიგებში არიან. დააკვირდით თუნდაც ამ აქციებს, ის პოლიტიკოსები არ ჩანან ხოლმე სხვა შორის თქვენს ტელეეკრანზეც ხშირად არ ჩანან, მაგრამ იქ არიან ყოველთვის ტროტუარებზე, გვერდზე, უკანა რიგებში ყოველთვის იქ არიან, ისინი არიან, ვინც იძლევიან მითითებებს და ბრძანებებს იმისთვის, რომ წინ წაწიონ ახალგაზრდა ენერგიით სავსე ადამიანები და თავად შემდეგ აამღრევინონ მათ წყალი და ამ ამღრეულ წყალში ისარგებლონ. დასტური ემისი, რაც ასე ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ და რაც მზადდებოდა სხვადასხვა ტრენინგებით, ხომ? ესეც ხომ ვიღაცას სასაცილო იუმორი ეგონა და არ სერიოზულად არ უყურებდა, როცა ჩვენ ვსაუბრობდით აკერმანის ტრენინგებზე. ხო, პირდაპირ სიტყვით სრულდება ახლა. აი ეს რაც იმ წიგნებში და ტრენინგების მასალებშია, ხო, სიტყვით ვიზუალზე იდება პირდაპირ. ამაზე მეტი ცხადი დასტური თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში ამაზე მეტი მაგალითი ხომ რთულია რომ მოიყვანო ადამიანმა. ამიტომ ესეც დასტურია ამ ყველაფრის, რომ რასაც ნაციონალურ მოძრაობა რასაც აკეთებს. არ აქვს ხალხის მხარდაჭერა, არის პოლიტიკური უმცირესობა და ცდილობს დემოკრატიული მეთოდებიდან გვერდისავლით მოიპოვოს ძალაუფლება, ძალადობით და წყლის ამღვრევით. არჩევნები არის რამდენიმე თვეში. თუ კი ვინმეს მართლა გონია რომ აქვს ხალხის მხარდაჭერა, 26 ოქტომბერს გამოვიდეს და ხალხი გასცემს კიდევ ერთხელ პასუხს მეცხრეჯერ უკვე არჩევნებზე თუ რას ფიქრობს მასზე საზოგადოება. ამიტომ თავისთავად ეს არის ჩვენ რასაც ვაკვირდებით ეს დღეები თავდასხმა პარლამენტზე გახსოვთ ძალადობრივი თავდასხმა, ყოველი აქცია თითქმის ძალადობაში გადაიზარდა და სხვათა შორის ხაზი მინდა გაუსვა ყოველ ჯერზე ეს იყვნენ NGO-ების წარმომადგენლები, რომლებიც მშვიდობიან მისულ მოქალაქეებს ამ მშვიდობიან აქციას აქცევდნენ ძალადობრივად იმით, რომ მოუწოდებდნენ რომ მომხდარიყო ასე ვთქვათ პარლამენტის შენობის პიკეტირება და მისი ბლოკირება, რაც აკრძალულია კანონით და ამ ბლოკირების დროს შესულიყვნენ პირდაპირ კონტაქტში პოლიციასთან და რასაც შემდეგ მოყვებოდა ხოლმე ძალადობრივი ქმედებები აქციის მონაწილეების. ამიტომ აქაც ჯერ ვერ ვნახე მე ვერცერთი განცხადება დიპლომატიური წარმომადგენლობის თუ დონორებისა, რომლის დაფინანსებითაც მოქმედებენ ის NGO-ების სცენაზე რომ დგანან და მოუწოდებენ აქციას, რომ გავიდნენ ვიწრო ქუჩებში, თქვათ კანცელარიასთან, ან ბლოკირება მოახდინონ პარლამენტის, რაც თავისთავად უკვე დარღვევაა კანონის და პლუს ერთადერთი მიზანი აქვს ხოლმე ასეთ მოწოდებას, რომ გააკეთონ ინსპირირება ძალადობის და შემდეგ ხედავთ შედეგები რაც იყო, დაზიანდა 8 პოლიციელი, ერთს დასჭირდა 8 პოლიციის ჰოსპიტალიზება იყო საჭირო და ეს დაჭირდა ოპერაცია და დღემდე არც ერთი დონორის ბოდიში ან მოწოდება საკუთარი NGO-ს მიერ მე არ მომისმენია და არც ერთი საელჩოსი, რომლის დაფინანსებული NGO-ებიც მოუწოდებენ ისეთი ქმედებებისკენ, რაც იწვევს ძალადობას. რამდენიმე თემაზე ასევე მე მაქვს კითხვა, უბრალოდ ამ თემაზე რამდენიმეს დაგისვამ, დავაერთიანებ და მოკლედ ყველას ვუყავთ. აი, თავიდანვე დაიწყეთ, რომ აქტივისტებს მივუწოდებთ ადამიანებს, რომლებიც გამოდიან ქუჩაში თუ ასე შემდეგ. აი, რა დავარქვათ იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღე ქუჩაში სადარბაზოებთან ადამიანებს ცემენ, თქვენ რას დააქვემდით მათ? თქვენი პასუხისმგებლობა რა არის ამ ძალადობის გამო? ასევე მაინტერესებს აკერმანზე საუბრობთ და ეს ადამიანი არის გარდაცვლილი, ამიტომ მაინტერესებს თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ დღეს მან რჩევა, როგორ უნდა მისცეს ქვეყნის შიგნით ადამიანებს, როგორ მოახდინონ რევოლუცია და ვიზუალი იდებაო, რაც ამბობთ, ხედავთ, რომ ვიზუალი არის ეს, რომ ადამიანებს სადარბაზოებთან სცემენ და მათი ბრალია, ანუ ეს ვიზუალი. რაც შეეხება ძალადობას, ზუსტად ამაზე ვსაუბრობდი, როდესაც რამდენიმე დღის წინ ბრიფინგი მქონდა აქ, როდესაც პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება გაგაცანით, რომ ქართული ოცნება მისი პარტიული დანაყოფის შესაბამისად იმუშავებს იმისთვის, რომ მოხდეს მხილება მოძალადეებისა ყველას. და ამიტომაც მაშინაც თქვი მე ზუსტად რომ ძალადობა კი რა თქმა უნდა და ამიტომ ეს თქვი მე მაშინ რომ პრობლემა იმაში კი არ არის რომ მაშინ იყო ტალღა პირდაპირ ძალადობისა პოლიტიკოსების მიმართ, უმრავლესობის წარმომადგენლების მიმართ და არ მახსოვს მე არავის აღშფოთება, მაშინ როდესაც პარლამენტის წევრების პლაკატები დადო ყველა NGO-მ, აი საელჩოები რო აფინანსებენ ის დიდი NGO-ები და 83 და შემდეგ ეპიტეტები და ესაც მოყვებოდა ხოლმე პირდაპირ ჩვეულებრივ
ჩვეულებრივად თავიანთ ოფიციალურ სოციალურ ქსელის ანგარიშებზე, როდესაც პოლიტიკოსების ტელეფონის ნომრები ქვეყნდებოდა და კითხეთ პარლამენტში გაქვთ ურთიერთობა პარლამენტის წევრებთან, რა სახის მუქარა მიდიოდა მათზე და მათი ოჯახის წევრებზე და დღემდე მიდის და არ მახსოვს აღშფოთება ბევრის ამასთან დაკავშირებით ზუსტად კი თავისთავად კი პასუხობთ ვიცი ყველაფერს პასუხობთ გასაგები პასუხობთ ხო და აი ზუსტად უყურეთ ზუსტად მაშინ კი ბატონო ზუსტად მამას ვამბობდი მე რომ ძალადობა იმიტომაც არის სახიფათო და ასე რომ უყურებდნენ ზედაპირულად რომ და ზოგი ხარობდა თქვენ გახსოვთ მამუკა მდინარაძის როდესაც ალიკო ელისაშვილი თავს დაესხა ის გარეთ რომ გამოვიდა ჟურნალისტები ეხვეოდნენ მას და მადლობას უხდიდნენ ჟურნალისტები ნახეთ ვინც უხდა პუბლიკას ჟურნალისტი რომელიც მას გადაეხვია და მადლობები უხადა ამასთან დაკავშირებით და გვახსოვს მაშინ რა რეაქციები იყო ამასთან დაკავშირებით ძალადობა რომელიც არათუ ფარულად გაუგებრად არ ვიცით ვინ იყო პირდაპირ ეთერში საქართველოს პარლამენტის შენობაში მოხდა ძალადობრივი თავდასხმა პარლამენტის წევრზე და ხარობდა ნახევარი ოპოზიცია არა აი უყურეთ ამიტომ მიყევით ლოგიკას პასუხობთ იმიტომ რომ ზუსტად ამაზე საუბრობდი როდესაც რამდენიმე დღის წინ ბრიფინგი როცა ჩავატარე რომ ძალადობა იწვევს ძალადობას ეს არის სპირალი რომელშიც შეყავს ნაციონალურ მოძრაობას საზოგადოება მთლიანად იმიტომ რომ ძალადობას და კი ბატონო თქვენ ფიქრობთ რომ გასაგებია პასუხობთ არგით მაცადეთ პასუხობთ გავიგეთ აი თქვენ რასაც ამბობთ ზუსტად ეს არის ძალადობის წახალისება და გამართლება იცით რატომ გამოდის რომ ეს საქართველოს პარლამენტის კანონპროექტის განხილვა შეიძლება გახდეს ვინმესთვის ლეგიტიმური საფუძველი რომ იძალადოს სხვაზე შარშენაც სხვა შორის ამას ამბობდნენ და 2019 წლის 20 ივნისსაც ამას ამბობდნენ რომ მათ ქონდათ უფლება ეძალადათ პოლიციაზე და წელსაც ამას ამბობდნენ ქონდათ უფლება ეძალადათ პოლიციაზე ესოლათ ბოთლები ესოლათ მოლოტოვის კოქტეილი იმიტომ რომ მიზანი ქონდათ დიადი აი ეს არის ის ბოლშევიკური აზროვნება როდესაც მიზანი ამართლებს საშუალებას და სამწუხაროა თქვენ რომ დაახლოებით იგივე პათოსით თქვით რომ მიზანი თითქოს არის რაღაცა დიადი და საშუალება ანუ ძალადობა გამართლებული არის იმიტომ რომ მიზანი არის დიადი აი ამ და აქედან გამომდინარე მიუღეთ პასუხობთ ხო სამი კითხვა დამისვით უყურეთ ხო მისმინეთ შევიდეთ აქ დადგეთ და თქვენ ჩატოთ ბრიფინგი თქვა და პასუხობთ მოკლედ ამიტომაც არის რომ ძალადობის სპირალში შესვლა რასაც მოხდა იმით რომ მათ შორის დაიწყო იმით რომ მოხდა პარლამენტის შენობაზე თავდასხმა და მე მეორე დღეს თქვი კიდევაც ცოტა ხანი ველოდე სამწუხაროდ ვერცერთი საელჩოს უცხოელი აქტორის განცხადება ვერ ვნახე რომელიც დაგმოვდა იმ ძალადობას რომელიც მოხდა საქართველოს პარლამენტის შენობაზე თავდასხმის სახით და პოლიციელების დაზიანების სახით რაც იყო ძალადობრივი აქცია და პირიქით ნახეთ რომ ეს შეერაცხული იქნა როგორც მშვიდობიანი აქცია ისევე როგორც ეს მოხდა 2019 წლის 20 ივნისთან დაკავშირებით ისევე როგორც ეს მოხდა შარშან მარტის აქციების დროს როდესაც ძალადობა ყოველ ჯერზე ფორმდება როგორც მშვიდობიანი აქცია და ზუსტად ეს ახალისებს საბოლოო ჯამში მოძალადეებს ხედავენ რომ ეს როლა მოლოტოვის კოქტეილი შეიწყალა პრეზიდენტმა თქვენს რომ მშვიდობიანი არის გმირად გამოაცხადეს ის ვინც პოლიციას წვავდა რა თქმა უნდა მეორე გვერდში რო დგას ისიც ახალისებულია შემდეგ ამბობს თურმე გმირობა ყოფილა პოლიციისთვის ქვის როლა თურმე თუ კი მიზანს ვიტყვი რომ არის დიადი და მაღალი შემიძლია ადამიანზე ვიძალადო მას დავემუქრო მას სხვადასხვა ზომები რაც შეეხება ძალადობას ზუსტად ამას ვამბობდით ეს არის სპირალი რომელშიც შეყავს ამ აქციის ორგანიზატორებს საზოგადოება და ეს არის შედეგი ამ სპირალისა ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის რა თქმა უნდა ყველა ამ საკითხის ჩაყოლა და გამოძიება ყველანაირი ძალადობა არის მიუღებელი და პირველი რასაც აკეთებს ხელისუფლება არის სწორედ რომ ძალადობას ერთი რომ სიტყვი რადგმობს და მეორე რა თქმა უნდა შინაგან საქმეთა სამინისტრო სათანადო რეაგირება აქვს და აქვე შეგახსენებთ კიდე ერთხელ პოსტივის ჟურნალისტთან დაკავშირებით ვინაიდან ეს არა ვიტყვი მაცადეთ თქვენ არ გეკითხებით განცხადებას ვაკეთებ პოსტივის ჟურნალისტთან დაკავშირებით ვინაიდან ეს კადრები იყო ფართოდ გავრცელებული თორემ იმედი ჟურნალისტებს ასევე თავდასხმა სხვა მაგრამ ერთ-ერთი საჩვენებელი რა იყო პირდაპირ თავდასხმა ფსიქოლოგიური ზეწოლა რაღაც მუქარა ქალი ჟურნალისტის მიმართ რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები
ეგრეთ წოდებული აქტივისტები, საზოგადოების კულტურის სფეროს წარმოადგენლები აზიარებდნენ, დებდნენ, იწონებდნენ, იცინოდნენ ამაზე და ჰქონდათ ხარხარი და ჟრიამული. როდესაც ახალგაზრდა ჟურნალისტს ნახეთ თქვენ და თქვენ თვითონაც ამბობთ, რომ გმობთ, იმიტომ რა თქმა უნდა მიუღებელია. ამიტომ არის რომ მნიშვნელოვანი არის რომ ის ვინც აი ამ სიძულვის აღვივებს და ესე წვეთ ამ სიძულვის აღვივებს და როცა ჩუმად ხართ გულისხმობ აქ როგორც უცხოელ აქტორებს განსაკუთრებით რომლებიც ძალადობრივ თავდასხმას პარლამენტში შემდეგ ნათლავენ როგორც მშვიდობიან აქციას და მეგრე უკვირთ რომ დაკავებები რო ხდება შემდეგ ადამიანების რომლებიც ამ ძალადობაში არიან ჩართულები. თუ შეიძლება გკითხავთ შინაგან საქმეთა სამინისტრო რეაგირებას ახდენსო და ბოლომდე ჩაყვება ყველა საქმესო რაღაც აი ახლა თუ შეგიძლიათ პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს რომ გამოყო სპეციალური ჯგუფი, რომელიც ტევ-პირველის შენობასთან ჩასაფრების ფაქტს გამოიძიებს, ან მიხედავს, ან რამე რეაგირებას მოახდენს. გუშინ გვიან ღამით ჩვენ დავურეკეთ რამდენჯერმე 112-ს, ერთი საპატრულო პოლიციაც კი არ მივიდა ტევ-პირველის შენობასთან და რას გვეუბნებით ამით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება ამაზე იყო სათანადო. ჩასაფრებას ვიწყობენ უცნობი ადამიანები, ან ჩვენს თანამშრომლებს, ან სტუმრებს, რომლებიც ტელევიზიაში არიან. ოსტემიძე ხომ საუბრობს? ტევ-პირველს უსაფრთხოებიან ბატონო შალვა. უბრალოდ სკოლისა რა თქმა უნდა მე ვერაფერს ვერ ვიტყვი შინაგან საქმეთა სამინისტროს, ვინაიდან მე გახლავართ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელი, შინაგან საქმეთა სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი და არ არის მითითებებზე დამოკიდებული ეს ერთი. შინაგან საქმეთა სამინისტრო ხალხი ხედავთ თქვენ აქციების დროს სანიმუშოდ იქცეოდა მათ შორის აქციის მონაწილეთა დაცვის მხრივ, ჟურნალისტების დაცვის მხრივ საუკეთესო სტანდარტებზე მეტად. მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა კიდევაც რომ როდესაც პარლამენტზე იყო ძალადობრივი თავდასხმა აქციის მონაწილეთა მხრიდან მათ ჰქონდათ მათ შორის უკვე იყო მომენტი დამდგარი როდესაც შეეძლოთ გამოეყენებინათ რეზინის ტყვეები და არ გამოიყენა პოლიცია. უფრთხილდება ყოველ ჯერზე იმ მდგომარეობას რომ მოქალაქეები ზედმეტად არ დაზიანდნენ ვინაიდან ვიცით რა თუ რა ძალები დგას ამის უკან საერთო ჯამში რომლებიც იყენებენ გარკვეულწილად მარიონეტად აქციის წარმომადგენლებს და მიყავთ ძალადობისკენ. რაც შეეხება ტევ-პირველის შემთხვევას, მე არ ვიცი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გაქცეთ ამასთან დაკავშირებით პასუხი. ამ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამასთან, აი რა გითხრათ, აი რა პასუხი უნდა გაქცეთ ამ საკითხზე, აი რა პასუხი. რატომ გაჩვენოთ, რატო რეკავენ პარლამენტის წევრებთან უცნობი ზარები და ემუქრებიან? რატომ ხო და გეკითხებით? ხო და რატომ? ხო და აი მაგიტომ არის თქვენ ნახეთ დიტო სამხარაძეს მიმართ ბავშვის მიმართ კვლელობის მუქარა როგორ მიწერეს პარლამენტის წევრს ხო ნახეთ ამიტომ არის მოგეთ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოგეთ თქვენ კითხვა არ გინდათ დებატი რა არ შეიძლება კითხვა დასვით უყურეთ ანუ თქვენ ვერ გაიგეთ ეთქვა რა გიპასუხეთ თავშივე გიპასუხეთ რომ ძალადობას განსხვავებით მათ შორის თქვენგან და განსხვავებით ოპოზიციისგან ჩვენ გვმობთ ყოველთვის ყველას მიმართ როცა არის ძალადობა ერთი და მეორე გარდა იმისა რომ ჩვენ გვმობთ ეს არის საერთო ადამიანის პასუხისმგებლობა და ვალდებულება თქვენის და ჩემიც ყველასი მაგრამ გარდა ამისა ხელისუფლებას დამატებით ვალდებულება აქვს რა თქმა უნდა რომ გამოიძიოს და მოძებნოს დამნაშავეები და ამას თავისთავად ისედაც აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო არც მოგეთ კიდე ერთხელ აი ეს არის თავარი პრობლემა საფუძველი ჩაუყარეს ძალადობის სპირალს მათ შორის უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებმა რომელსაც პირდაპირ ზიზღის კამპანია გააჩაღეს ამ კანონთან დაკავშირებით და აი თქვენი კითხვიდან გამომდინარეც ჩანდა რომ ლეგიტიმაციაც კი ქონიათ მიცემული ამ ზიზღის კამპანიისთვის იმიტომ რომ კანონპროექტი თუნდაც ვიღაცას არ მოეწონა რომ ქართული ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი აინიციებს კანონპროექტს განიხილავს კანონპროექტს და პოლიტიკურ უმცირესობას არ მოსწონს და თქვენ მათ შორის ზოგიერთი მედიის წარმომადგენელი აძლევთ ლეგიტიმაციას რომ ეს იყოს საფუძველი ზიზღის მუქარის ძალადობის კამპანიისა ჩვენ ნახეთ ზიზღი როდესაც NGO-ები და ოპოზიცია პარლამენტის წევრებს რომლებიც ამ კანონპროექტის ინიციატორები და მხარდამჭერები არიან მოღალატეებად აცხადებდნენ და ოფიციალურ ვებგვერდებზე რომელიც დაფინანსებულია საელჩოების მხრიდან დებენ სურათებს და
მოღალატებად აცხადებენ ამ ადამიანს და დუმს ყველა საელჩო და ფულს იხდის საქართველოს პარლამენტის წევრზე ფსიქოლოგიური ზეწოლასა და თავდასხმაში ამაში და არც კი თulis საჭიროს რომ გაემიჯნოს ამ ყველაფრის ყველა ის საელჩო რომელიც მე წუხს ხოლმე სხვა რაღაცეებზე და რა თქმა უნდა ეს საკითხები რომ ჩაივლის ჩვენ ამ საელჩოებთან გვექნება ამ საკითხებზე საუბარი რას ნიშნავს ეს რომ პარლამენტის წევრზე ზეპირ ფსიქოლოგიურ თავდასხმას და კამპანიას ზიზღისას აფინანსებენ საელჩოები უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფულით ანუ მხარს უჭერენ ლეგიტიმაციას აძლევენ ზიზღს ლეგიტიმაციას აძლევენ ძალადობას და ალეკო ელისაშვილის შემთხვევა ამიტომაც გავიხსენე რომელსაც შემდეგ ტაშით შეხვდნენ როდესაც ის გარეთ გამოვიდა შენობიდან ჟურნალისტები შეხვდნენ ტაშით და რომელიც შემდეგ რომ კითხო ასე თქვა ძალიან წუხან სხვა საკითხებზე აი ამ სპირალს ძალადობისა ჩაუყარა საფუძველი ზუსტად NGO-ების და რადიკალური ოპოზიციის სიმბიოზმა და აი ამ სპირალში არის ეხლა ზუსტად საზოგადოება ჩვენ ვცდილობთ რომ ამ სპირალიდან გამოვიყვანოთ და სწორედ მათ შორის დღეს პრემიერ-მინისტრის წერილი ზუსტად ამას ემსახურება რომ ამ სპირალიდან უნდა გამოვიდეს ეს საზოგადოება ძალადობის სპირალიდან და ამ სპირალში შეიყვანეს მათ ქართველმა და უცხოელმა აქტორებმა განსაკუთრებით მათ შეიყვანეს ვინც აუკრძალეს ქართულ ხალხს ფიქრი და დისკუსია თქვენს რომ თქვენ არც კი გაბედოთ მუხლებზე ბრჟელობა ამას ჩვენ დავარქმევთ პირდაპირ რუსულ კანონს და მორჩა აქ იყვირეთ და ყვირილით ჩაახშეთ ნებისმიერი საღი აზრი აი მათ შეიყვანეს ზუსტად ამ ძალადობის სპირალში და ჩვენ გამოგვყავს ყოველ ჯერზე აი ამდენი კვირა რაც მიდის ყოველ ჯერზე ვცდილობთ გამოვიყვანოთ ამ სპირალიდან მათ შორის ატყობთ პარლამენტში როცა არის განხილვები იმით რომ მოუწოდებთ შემოდით შინაარსობრივ დისკუსიაში გითხარით შინაარსობრივად რა არგუმენტი გაქვთ საწინააღმდეგო ამიტომ ვისაც უნდა რომ აი ეს სპირალი სადაც შეგვიყვანეს ჩვენ NGO-ების და რადიკალი ოპოზიციის წარმომადგენლებმა ძალადობის სპირალი რომელიც მათ დაიწყეს და ააგორეს ეს ზვირთი საზოგადოებაში მათ უნდა ვისაც უნდა რომ ამ სპირალიდან გამოვიდნენ უნდა შევიდნენ საღ დისკუსიაში რომელიც შეეხება კანონპროექტს და არა სლოგანების როლაში ხო, რამდენიმე ქვეყნის ძირითადად ეს ბალტიის ქვეყნები არის, გერმანია, ასევე და პოლონეთი, ჩეხეთი თუ არ ვცდები. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ გამოთქვეს სურვილი ვიზიტისა და მათ შორის იყო სურვილი ჩემთან შეხვედრისა. მე მათ უთხარი რომ არ იყო ეს კარგი დრო ვიზიტისთვის 13-14 იგულისხმება ორშაბათი სამშაბათი ვინაიდან იქნება მესამე მოსმენა კანონპროექტის და არ არის მაინც და მაინც კარგი დრო იმისთვის რომ საგრომრივი საუბარი გქონდეს და უკეთესი იქნებოდა სხვა დროს ამ ასე ვთქვათ ამ განხილვების შემდეგ ყოფილიყო და ამ მზად რა თქმა უნდა ნებისმიერი საკითხის განხილვისთვის და ვაფასებთ ზოგადად პარლამენტებთან კოლეგიალურ თანამშრომლობას რა ვინაიდან მათ დაგეგმილი აქვს როგორც ხვდები მაინც აპირებენ ჩამოსვლას თუმცა ასევე უთხარი მე რომ გამომდინარე იქიდან რომ აქციებს წინა შემთხვევებში ქონდა ძალადობრივი ხასიათი დავხედავთ რომ არის მათ შორის ნელ-ნელა კიდევ უფრო მჟღავნდება გეგმები ძალადობრივი ქმედებების აქციის დროს მათი აქ ვიზიტი შესაძლოა მათ რადიკალურმა ოპოზიციამ როგორც წამახალისებელი მიიღოს რადიკალური ქმედებებისთვის და ამიტომაც მათ უთხარი რომ ესეც მიიღო მხედველობაში ვინაიდან ჩვენ ხედავთ რომ რადიკალური ოპოზიციას ეს აქვს ძალადობრივი გეგმები და მათი აქ ყოფნა შეიძლება გამოიყენონ იმისთვის რომ კვლავ განახორციელონ თავდასხმა პარლამენტზე და ზოგადად რადიკალური ქმედებები და ძალადობა აქციის დროს მე ვერ შეხვდები ვინაიდან ორშაბათი სამშაბათი არის მესამე მოსმენის განხილვა საკითხებისა რა თქმა უნდა მზად ვარ ნებისმიერ დროს შეხვდეთ თუმცა ეს არ არის კი იქნება შეხვედრა პარლამენტის მხრიდან რა თქმა უნდა თუმცა ვფიქრობ რომ უკეთესი იქნებოდა საქმისთვისაც საგნობრივი განხილვისთვისაც თუ კი ისინი ამ განხილვების შემდეგ ჩამოვიდნენ მზად ვართ ნებისმიერი დისკუსიისთვის სამწუხაროდ ეს ჩემი რჩევა როგორც ჩანს არ გაითვალისწინებს
მე პასუხი ვერ მოქნი, მაქვს იგივე რაც შინაგანსაკუთრების სამინისტროს ჰქონდა, ნახეთ თქვენ რომ გუშინ მოხდა დაკავება და მათ შორის შინაგანსაკუთრების სამინისტრომ განაცხადა კიდევაც საფუძველი რა იყო დაკავების იარაღისთვის საბრძოლო მასალას შემდეგ უკანონო შეძენა შენახვის საკითხი, თუმცა ჩვენ ვიცით ასევე რომ სხვა საკითხთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს გამოძიება, ასე რომ შინაგანსაკუთრების სამინისტროს ველით რა თქმა უნდა რომ დამატებითი დეტალები ქონდეს ამასთან დაკავშირებით. მაშინ ჩვენ ნახეთ იყო ესეც ხომ არ ვიცი ხა რა დავარქვათ ამათ არ ვიცი ამ საკითხს არ ვიცი მთელი კამპანია აწეული თითქოს ხა იქ სათამაშო იარაღებზე იყო საუბარი მე მგონი ახლა ამ ხრივ ასე არ ვიცი მე ასეთი დონე პროპაგანდისა რომელიც ჩვენ ვიხილეთ გუშინ NGO-ების და რადიკალური ოპოზიციის მხრიდან სოციალურ ქსელში რომ ასე არასერიოზულად აქციონ საკითხი რომელიც საკმაოდ სერიოზული არის არ ვიცი მე მგონი აჩვენებს საერთო ჯამში თუ რამდენად მოტივირებული არიან სიყალბის გავრცელებისკენ და მოტივირებული არიან რომ მათ შორის ხანდახან ზოგიერთმა არ მიიღოს რეალობა ანუ კიდევ ერთხელ შინაგანსაკუთრების სამინისტრომ საფუძველი დაკავების განაცხადა რაც იყო ასევე გამოძიება მიდის და დამატებით დეტალები შინაგანსაკუთრების სამინისტრო შეგვატყობინებს რაც იქნება კი რაც შეეხება ამ 6 ადამიანს ვინც დააკავეს ჩვენ ნახეთ მათ შორის ვიდეო ჩანაწერებიც იყო რომელიც ეს არიან ადამიანები რომელიც უშუალოდ ძალადობდნენ პოლიციელების მიმართ ან აზიანებდნენ ქონებას მათ შორის ეს არ იყო უბრალოდ ქონების დაზიანება ხედავთ სათვალთვალო კამერების დაზიანება ხდებოდა რასაც თავისთავად არ აქვს მხოლოდ ქონების დაზიანების მიზანი არამედ მიზანი იყო რომ შემდეგ მათი დანაშაული დაფარული იყო და ასე ვთქვათ არ დაენახა არ აღბეჭდილი იყო ასე ვთქვათ ის ძალადობა რომელიც მათ ჰქონდა ნახეთ მათ შორის ამ 6-დან ერთი არის რუსეთის მოქალაქე ასე რომ ულოცავ ამ აქციის მონაწილეებს რუსი მოქალაქე აღმოჩნდა მათთან ერთად მოძალადე. ეს ცალკე საკითხია ალბათ უნდა ჩავეძიოთ ვინ არის ეს ადამიანი რომელიც ამ აქციებში იღებდა მონაწილეობას და არა მხოლოდ იღებდა მონაწილეობას რუსეთის მოქალაქე, არამედ იყო მოძალადე და ძალადობაში იღებდა მონაწილეობას. ასე რომ ულოცავ ამ ეგრეთ წოდებულ ანტირუსულ აქციას, რომელშიც შეუერთდნენ როგორც ჩანს რუსი მოქალაქეები. თავისთავად ჩვენ ველით კიდევ ერთხელ ეს იყო უმძიმესი თავდასხმა საქართველოს პარლამენტზე. მე ვწუხვა რომ დღევანდელ მომენტამდე არც ერთმა საელჩომ ეს თავდასხმა არ დაგმო, უფრო მეტი მე წეღავ ნახე განცხადება ერთ-ერთ საელჩოში, სადაც ასეთი სიტყვები ამოიკითხე უკანონო დაკავებები. და ეს ძალიან ძიმე ბრალდება არის და ამ საელჩოს მოუწოდებ მე რომ დაფიქრდეს თავის განცხადებაზე გადაამოწმოს და ჩაასწოროს რას ეძახიან უკანონო დაკავებას გავიგეთ რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით რაღაც შენიშვნები და მოწოდებები მაგრამ არ მგონია მე რომ რომელიმე საელჩომ საქართველოს უნდა შეითავსოს სასამართლოს ფუნქცია და საქართველოს პოლიციას მიუთითოს რა არის კანონიერი და რა არის უკანონო ასეთი შეცდომები ამ საელჩოებს არაერთხელ დაუშვიათ ეს შეცდომები დაუშვეს 2019 წლის 20 ივნის როდესაც მაშინაც ამომდერო ეს იყო პოლიტიზირებული მართლმსაჯულება და 19 აპრილის შეთანხმებაში თავს მოგახვიეს და ჩაგვაწერინეს ჩვენი წინააღმდეგობის მიუხედავად დაჟინებით ითხოვდნენ რომ ყოფილიყო ამნისტია და რამდენიმე დღის წინ ვნახეთ რომ თურმე ყოფილა ეს თავდასხმა საქართველოს პარლამენტზე და თურმე ყოფილა ეს დანაშაული ყველაფერი და ასე საელჩოების ჩარევებით მოხდა მართლმსაჯულებაში ჩარევა და ნახეთ იგივე შარშან მარტის აქციების დროს და სხვა აქციების დროს საელჩოები რატომაც ჩქარობენ და განსაკუთრებით უნდა დაფიქრდნენ ვინაიდან მათი დაფინანსებული NGO-ები არიან ამ ძალადობრივი აქციების მონაწილეები და აქციების ძალადობრივ ფაზაში გადამყვანები და გაიხსენეთ ვინ მოუწოდებდა სცენიდან მშვიდობიან აქციის მონაწილეებს რომ მომხდარიყო ბლოკირება პარლამენტის, რაც არის კანონდარღვევა თავისთავად და ამ ბლოკირებას რომ მოყვება შემდეგ პოლიციასთან კონტაქტი და შემდეგ ვნახეთ რომ ძალადობაზე გადავიდა ეს აქციის წარმომადგენლები, ეს ხომ გათვლადი იყო ამ NGO-s წარმომადგენლებისთვის და კაი პირველ ჯერზე ვერ გათვალეს. მეორე დღეს ხო იცოდნენ რომ მათ მოწოდებას ასეთი ქმედებისთვის ძალადობა მოყვებოდა აქციის წარმომადგენლებს. ასე რომ ამ საელჩოებს და დონორებს მოუწოდებენ ნაცვლად იმისა, რომ თავს დაესხნენ საქართველოს პოლიციას
და ისაუბრონ უკანონო დაკავებაზე, რაც არის თავდასხმა ქართულ მართლმსაჯულებაზე, ქართულ პოლიციაზე, ნაცვლად ამისა ჩახედონ ვიდეოებს და აქციის მონაწილეებში ვინ ამოიცნონ საკუთარი NGO-ები და მათ ელაპარაკონ, რატომ გადააქციეს მშვიდობიანი აქციები ძალადობრივად. იმიტომ რომ ესე არ გამოვა, რომ პასუხისმგებლობას გაექცნენ დონორები. მათი პასუხისმგებლობა არის ზუსტად, როდესაც მათი NGO-ები მშვიდობიან აქციას აქცევენ ძალადობრივად. ზუსტად მათი პასუხისმგებლობა არის, იმიტომ რომ ერთი მათი დაფინანსებით მოქმედებენ, მეორე მე მშვიდობიანს რო ეძახიან ამ აქციას, კიდევ უფრო ახალისებენ, რომ გაიმეორონ იგივე ქმედებები და ზუსტად ეს გქონდა ჩვენ ახლა ამ დღეებში ძალადობრივი ქმედებები, რომელსაც უწოდეს მშვიდობიანი და შემდეგ კიდევ უფრო მეტად დაუმატეს მეორე დღეს და პარლამენტის შტურმს აწყობდნენ ეს აქციის ეს წარმომადგენლები. მიზანი ამის გასაკვირი არის, რამე სხვა საკეთებს ნაციონალურ მოძრაობა ბოლო 12 წელი არის ყოველ ჯერზე მცდელობა რაიმე თემები მოძებნონ იმისთვის, რომ ძალადობრივად ჩაიგდონ ხელში ძალაუფლება. ერთ-ერთი მიზანი ერთადერთია. თემა სიამოვნებაში თქვენ გონიათ აინტერესებთ მათ გამჭვირვალობა, არ გამჭვირვალობის საკითხი, რაიმე შინაარსის თემა აინტერესებთ, არაფერი. ერთადერთი რაზეც მათ ლოკატორები აქვთ მომართული, არის თემა, რომელთაც შეიძლება საზოგადოება გაღიზიანდეს, სადაც უცხოეთიდანაც რაღაცეები იქნება და შემდეგ ამაზე აამუღრიონ წყალი და ძალადობრივ ჩაიგდონ ხელში ის ხელისუფლება, რომელსაც ხალხი მათ არ აძლევს. 12 წელია ხალხს უჭირავს თავისი ხელისუფლება, ძალაუფლება და ცდილობს რომ ნაციონალურ მოძრაობას რაიმენაირად არ ჩაუგდოს ეს ხელში და 12 წელია თავისი გარე მფარველების დახმარებით ნაციონალურ მოძრაობას ცდილობს რომ ხვდება რომ არჩევნებით ვერ მოვა ხელისუფლებაში, ამიტომ ცდილობს რაიმენაირად ისე არისო სიტუაცია, რომ იქნებ მოაწყონ ძალადობრივი სცენარი გაიმეორონ და მოვიდნენ ხელისუფლებაში. რაც შეეხება აკერმანი გამახსენდა მკითხეთ, აქ საკითხი არ არის ვინ არის ცოცხალი და ვინ არ არის, აქ საკითხი არის მეთოდებში, რომლის მეთოდებითაც მედის პირდაპირ ტრენინგი ტარდებოდა საქართველოში, მათ შორის ნახეთ თქვენ კანვასის მიერ ჩატარებული ტრენინგები, რომელიც USAID-ის მიერ ფინანსდებოდა, სადაც პირდაპირ სცენარებს ულაგებდნენ, რა ხდებოდა სხვა ქვეყანაში, როგორ უნდა მიიყვანონ ესე თქვა ძალის გამოყენებამდე პოლიცია, შემდეგ როგორ უნდა მოხდეს ამისი აღბეჭდა, ვიზუალის დადგმა და ასე შემდეგ. ეს ყველა სცენარი უკვე გავლილი და დატრენინგებული არიან და ხედავთ ახლა შემთხვევით მოსდის თავში ვიღაცას რომ ფორტეპიანოზე უკრას და ქორწილიდან მივიდეს აქციაზე, შემთხვევით დაემთხვა ეს ყველაფერი, რომ მაიდანზეც ასე მოხდა და ჩვენთანაც ასე მოხდა. შემთხვევით ხო ეს არ ხდება ყველაფერი. რაც შეეხება ქალბატონ სალომეს განცხადებას, მარც დავაკომენტირებ. ქალბატონ სალომეს თავისი გზა არჩეული აქვს, ეს არის ის გზა, რომელიც საქართველოს ქართული ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო გზა არის, ეპიტეტებს არ გამოვიყენებ, ამიტომ ამას ნაკლებით მნიშვნელობა, მით უმეტეს რომ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის და შესაბამისად საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხრიდან მას გამოცხადებული აქვს იმპიჩმენტი. რაც შეეხება შედარებას, ეს არის ზუსტი შედარება და მათ შორის რატომ არის ეს ზუსტი შედარება. დღეს არის ცდილობა რაღაც ეიჯიზმისა, რომ თითქოს რომელიღაც ასაკის ადამიანს მეტი ეთქმის და რომელიღაც ასაკის ადამიანს ნაკლები ეთქმის. ეს ჩვეულებრივი ეიჯიზმი არის. როგორც შეიძლება ასაკოვანი ადამიანის მიმართ მიხეილ სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობას რაც ჰქონდა, როდესაც ასაკოვან ადამიანებს გახსოვთ თქვენ ჩარეცხეს ფაქტობრივად გარკვეული ასაკის მიღმა ადამიანები და ეს იყო ეიჯიზმი, ისეთივე ნაციონალურ მოძრაობის გამოგონილია ახლა ესეც ეიჯიზმი გამოყენებული აქვს სხვა მხრივ, ასე ვთქვათ, რომ გარკვეული ასაკის თუ რაღაც პერიოდში დაბადებულ ადამიანებს რატომღაც ამ ქვეყანაში მეტი უნდა ეთქმოდეს ვიდრე სხვებს. ეს ქვეყანა ყველასია. ეს ქვეყანა უფროსის და უმცროსისაც არის, ქალისაც და კაცისაც არის. ყველასია ეს ქვეყანა და ყველას ეთქმის სიტყვა. ყველას აქვს ერთი ხმა,
ეს უნდა ვიცოდეთ ყველამ, ეს არის დემოკრატია. ყველას აქვს ერთი ხმა და მათ შორის ახლა აქციებზე როცა საუბრობენ და თავად რომ 10-20,000 ადამიანი იყო პიკში, 200,000 ადამიანი მოვიდა 29 აპრილს ზუსტად ამ იდეების ხარდასაჭერად და იმათი ხმა არ არის? თუ რანაირად ზომავენ, ასაკით ზომავენ, სქესით ზომავენ, თვალისფერით ზომავენ, თუ რა სხვა რა მიდგომები აქვს კიდე, ეიჯისტური თუ ფაშისტური, არ ვიცი მე, როდესაც უყურებენ ასეთ საზომებს. ამიტომ მთავარი სათქმელი ზუსტად ეს არის. აქ საამაყო ან სათქმელი ან ხაზგასაცმელი ასაკი კი არ არის. მთავარი არის შინაარსი, არა ფორმა, არამედ შიგთავსი. ფორმა ზოგი ახალგაზრდა, ზოგი ასაკოვანი, ზოგი ახალგაზრდულად გამოიყურება ასაკოვანი და ზოგი ახალგაზრდა ასაკოვნად გამოიყურება. ფორმა ხო არ არის თავი ხო ყოველთვის შინაარსია და შინაარსი არის მარტივი, კითხვა არის მარტივი, რა არის ამ კანონში ისეთი, რაც არის მიუღებელი, რა არის ამ კანონში ისეთი, რაც არის ქართული ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო. კანონი, რომელიც თითოეულ ამ ახალგაზრდას, ზუსტად ყველა თუ კი ახალგაზრდობაზე საუბრობთ, ზუსტად მათ ინტერესში არის ეს კანონი შეეხება სინამდვილეში ეს კანონი შეეხება იმას, რომ ადამიანმა რაც შეიძლება მეტი იცოდეს. მეტი ინფორმაცია გქონდეს, როგორც მოქალაქეს და რა თქმა უნდა, თუ კი რაიმე ინტერესი, თუ კი არსებობს ახალგაზრდაში ინტერესი ცოდნის და ზუსტად მათ უზღუდავენ ხა სინამდვილეში, მათ უკან მდგომი რუხი კარდინალები, შიგნით თუ ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, რომ არ გინდა თქვენ არ ჭირდებათ ინფორმაცია, მე თქვენ ეხლა მოგცემთ სლოგანს, არა რუსულ კანონს, აი ამ სამ სიტყვას გაიმეორებთ და ჩაგეხუტებით სუყველანი, დაგიფენთ წითელ ხალიჩებს, გაჩვენებთ სხვადასხვა უცხოურ მედიაში, ტაშს დაგიკრავთ და შეგაქებთ. ოღონდ ეს სამი სიტყვა თქვით, ოღონდ ნუ დაფიქრდები. აი ეს არის სინამდვილეში მთავარი შინაარსი ამ კამპანიის, ოღონდ ნუ დაფიქრდები. არ გინდა ფიქრი, თქვენს ნაცვლად ჩვენ ვიფიქრებთ. სინამდვილეში ეს არის. სინამდვილეში ეს არის. და ამიტომ მოწოდება არის შემდეგი: შევიდეთ შინაარსში. შევიდეთ შინაარსში. როგორც კი შინაარსში შევდივარ და პარლამენტის სტომებსაც თქვენ ხო ადენებთ თვალყურს. სადაც კი შევდივარ შინაარსში, იქვე არგუმენტები იწურება არგუმენტები და ბოლოს აკვირდებით ხომ და გადადიან მაგიდებზე ბრახუნზე. ზუსტად ისეთივე შეგრძნება არის ყველგან. ან თქვენი აზრით ადამიანს რო უთხრათ რომ მოდი ვიმსჯელოთ, ეს არის შეურაცხყოფა? თქვენ თუ ეს გონიათ შეურაცხყოფა? არა, მე რას ვამბობ, იცით, თავარი არსი ამ კამპანიისა არის რომ ადამიანებს არ მისცენ საშუალება მსჯელობის. ჩვენ გვიკრძალავენ საზოგადოებას რომ ვიმსჯელოთ. სინამდვილეში ჩვენ ხო არც გვიმსჯელია ამ საკითხებზე სიღრმისეულად. ეს ხო ფაქტობრივად იყო ცალმხრივი მცდელობა ქართული ოცნებისა, რომ ოპოზიცია რაიმენაირად დისკუსიაში შემოეყვანათ. თქვენ გახსოვთ საჯარო აცხადებდნენ მათ შორის ოპოზიციის და NGO-ების წარმომადგენლები, რომ მათი მიზანი იყო არ შესულიყვნენ შინაარსობრივ მსჯელობაში, ვინაიდან ეს იყო ქართული ოცნების მინდორი, ველი, ასე თქვა და იქ არ შევიდეთ, ვამბობთ რუსული კანონი მორჩა. აი ამ სლოგანზე უნდა ვიაროთ და სწორედ ეს არის, თუ კი რაიმე უნდა მოუწოდოთ საქართველოს მოქალაქეებს, მიუხედავად მათი ასაკისა. არის ის, რომ ვიმსჯელოთ და რაც შეეხება შედარებებს, რა თქმა უნდა, ზუსტი შედარება არის იმ ხრივ, რომ ახალგაზრდობა არაფერს არ ნიშნავს თავისთავად. ეს არის მოცემულობა, რომელიც ესე გვაქვს ჩვენ, ის ასაკი გვაქვს, რომელიც გვაქვს, ეს ჩვენზე დამოკიდებული არ არის. მაგრამ ჩვენზე დამოკიდებული არის ის თუ როგორ ვიმსჯელებთ და რას გავაკეთებთ, ეს არის ჩვენზე დამოკიდებული. კომიტეტის თავმჯდომარე. კონკრეტულად მე გულისხმობ კომიტეტის თავმჯდომარეები, რომელთაც და განზრახული აქვს ვიზიტი 13-14 მაისს, ან ორშაბათი და სამშაბათი, ეს დღეები, როდესაც მესამე მოსმენით განხილვა არის და მე მათ ვუთხარი, რომ გამომდინარე წინა გამოცდილებიდან არის მოლოდინი, რომ მათ შორის იყოს ძალადობრივი ხასიათის აქციები და ეს არ არის ის მომენტი, როდესაც თქვათ ესეთი დელეგაციასთან შესაძლებელი არის საგნობრივი მსჯელობა. ვინაიდან ხედავთ ჩვენ ოპოზიციის მიზანი არ არის საგნობრივი მსჯელობა, ამასთან დაკავშირებით. ამიტომ მემაც შევთავაზე კიდევაც რომ ეს მიიღო მხედველობაში, ვინაიდან ოპოზიცია რა თქმა უნდა შეეცდება, რომ მათი აქ ყოფნა გამოიყენოს საკუთარი ძალადობრივი აქტივობებისთვის, ასე თქვათ, მათ შორის მათდასანახათან რაღაც ასე შემდეგ.
ანუ კრიტიკა არ უყურეთ კრიტიკა ჩვენთვის კრიტიკა პრობლემა კრიტიკა ანუ უყურეთ კრიტიკა ისმინეთ მე მგონი ეს ამდენივე კვირა აკვირდებით რომ არც კრიტიკაა ჩვენთვის პრობლემა იმიტომ სათქმელი ყველასთან გვაქვს და გარწმუნებთ როგორც პარლამენტში რასაც ხედავთ ხოლმე დებატების დროს რომ შემდეგ არგუმენტი არ აქვს და ვერ შედიან შინაარსობრივ მსჯელობაში ზუსტად ისეთივე არის ჩვენი მსჯელობა ზოგიერთ უცხოელ პარტნიორთან ხოლმე, როდესაც შინაარსზე შევდივართ, იმის იქით უკვე ვეღარ არის მსჯელობა. ასე რომ არც კრიტიკაა პრობლემა, არც განცხადებაც მე მგონი ხედავთ ხა არის განცხადებები მათ შორის ვინც ჩამოდიან მათი მხრიდანაც არის განცხადებები, ხა აქ პრობლემა არ არის, იმიტომ რომ განცხადებას ჩვენი საფასურო განცხადებაც ხდება რა თქმა უნდა. ხდება. რომ შეიცვალა საგარეო კურსი, რომ გაიწვიონ ეს კანონიათ და შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან და საინტერესოა თქვენი პასუხი რაც შეეხება ამას, ერთადერთი რამ რაც შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებასთან, ეს არის ევროპის დემოკრატიის ფონდის მიერ საქართველოში ფულის ფარული ხარჯვა. და ამაზე არაფერს ამის შესაძლებლად არაფერს აკეთებს ევროკავშირი. მე რამდენჯერმე მქონდა ერთი წელი ამაზე მქონდა საუბარი, მათ შორის ევროკომისიის წარმომადგენლებს, საელჩოებს, ელჩს, ყველას მივმართი ამასთან დაკავშირებით, რომ შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან უცხო ქვეყანაში სპეცსამსახურების მეთოდით ფულის ფარული ხარჯვა, რადიკალური ოპოზიციის დაფინანსება და რადიკალური ჯგუფების დაფინანსება. ამ საკითხებზე რიგ მაღალი დონის წარმომადგენლებთან დახურულ კაც მივაჩვენთ თანხმდებით, რომ ევროპის დემოკრატიის ფონდის დაფინანსების ასე ვთქვათ პრინციპები ეწინააღმდეგება ამ ღირებულებებს ორი მიზეზის გამო, ერთი რომ ის არის ფარული და არ საჯაროვდება და მეორე რომ შინაარშიც ჩვენ რამდენიმე შემთხვევაზე ქონდა მსჯელობა და შევთანხმდით იმაზე, რომ ნამდვილად ეს იყო გადაცდომა, ან უბრალოდ ეს იყო ისეთი ხარჯვა, რომელშიც იყო პოლიტიკური მიზნები ჩადებული შიგნით. და ერთ-ერთი ასეთი მაგალითი არის დროა, რომელიც არის პირდაპირ პოლიტიკური ფულად კონვერტირებული ვითომ დახმარების ფული. ამიტომ რაც შეეხება ამ მოწოდებებს, რომელიც ჩვენ გვესმის ევროკავშირის წარმომადგენლობისგან, საელჩოებისგან თუ სხვა ქვეყნისგან ღირებულებებზე, თუ კი ღირებულებები მათთვის მართლაც ფასეულია, ის რაც ერთადერთი რაც ეწინააღმდეგება ამ თლიან ისტორიაში ევროპულ ღირებულებებს, ეს არის ევროპის დემოკრატიის ფონდის მიერ საქართველოში ფულის ფარული ხარჯვა სპეცსამსახურების მეთოდებით, რაც უნდა შეწყდეს. და სამწუხაროდ ამის ეს შეუძლია ევროკავშირს რომ გააკეთოს და ამას ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურას ხა არ ვიცი რომელს კონკრეტულად, მაგრამ შეუძლიათ ეს გააკეთონ, მაგრამ სამწუხაროდ ამჯობინებენ, რომ ქართული საზოგადოება მიიყვანონ აი ამ ისტერიამდე ასე ვთქვათ და ასე ვთქვათ ქართული საზოგადოება აჩხუბონ ერთმანეთთან თითქოს აი ასე მათ შორის იმით რომ დაბრენდონ ეს კანონპროექტი თითქოს ეს არის ანტიევროპული და სინამდვილეში ნაცვლად იმისა რომ 5 წუთი დახარჯონ და იიდის ფონდის დაფინანსები გაასაჯარონ. რატომ მალავენ იიდის დაფინანსებას? არის მარტივი კითხვა, რომელსაც როგორც ჩანს მარტივი პასუხი არ აქვს. და ზოგიერთ აქტორს ურჩევნია არიოს სიტუაცია საქართველოში, აირიოს სიტუაცია საქართველოში, ვიდრე ის რომ გასაჯაროვდეს თუ ვის და რას აფინანსებს და რატომ აფინანსებს ევროპის დემოკრატიის ფონდი და ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი. 45 წუთია ისმენთ და ჩემი კოლეგების მიერ დასრულდით მის კითხვაზე, კრიტიკულ კითხვაზე პასუხი ვერ მომისმენთ თქვენი მხრიდან ერთი და იგივე პასუხები გქონდა. ჩვენი ძირითადად თქვენ რომელი ბედიიდან ხართ? სასაცილოს მე მგონი არ არის. რა თქმა უნდა, სასაცილოა, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ 45 წუთი მისმენთ და პასუხი ვერ მოისმინეთ. ჩვენს რუსთან დუმბაძის ერთ-ერთ კითხვაზე კრიტიკულ კითხვაზე პასუხი. რომელი ბედიიდან? კი ბატონო, გისმენთ. მე მაინტერესებს თქვენ საუბარი დაიწყეთ, რომ 5 წუთი დაფიქრებულიყვნენ ეს ადამიანები. ქართული ოცნება რამდენი ხანი გქონდა, რომ ერთი წლის შემდეგ რუსული კანონი ბავშვებიდან ქვეყანაში გამოიწვია. ის პროცესები რაც ხდება, მაშინ როდესაც ევროკავშირის კარი დაიღო ჩვენი ქვეყნისთვის და ევროპელი ლიდერები მოგიწოდებენ, რომ უკან გაიწვიოთ აღნიშნული კანონი. უპირველეს ყოვლისა, საქართველოს პარლამენტი იღებს ქართულ კანონებს. თქვენ როგორც საქართველოს მოქალაქე არ უნდა მიაყენოთ შეურაცხყოფა საქართველოს პარლამენტს და ეძახოთ ეპიტეტები სხვადასხვა ქვეყნის, რომ რაღაც არის რუსული, რაღაც არის ამერიკული და რაღაცა ევროპული. საქართველოს პარლამენტი არ იღებს არც რუსულს, არც ევროპულს, არც ამერიკულს. საქართველოს პარლამენტი იღებს ქართულ კანონებს. იმ კანონებს, რომელიც შედის საქართველოს მოსახლეობის ინტერესებში. აი ეს არის იდეა.
და ფორმულა ჩვენი დემოკრატიისა. მეორე, ჩვენ ვფიქრობდით 1 წელი. 5 წუთზე ცოტა მეტი გამოდის, ხო? მე მგონი 1 წელი. მე პირადად და არაერთხელ მithქვამს. მქონდა აი ამ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ახლა მოვყევი. პასუხად ვერ მიიღეთ, მაგრამ შემიძლია გავიმეორო. ან მითხარით, რომელი ფორმულირება იქნება თქვენთვის კარგი და იმ ფორმულაში მოვაქცევ ჩემ პასუხს 1 წელი, ეს ხო გაკმაყოფილეთ, 1 წელი ფიქრობდით და არა მხოლოდ ფიქრობდით, მსჯელობდით. ყოველი ჩემი შეხვედრა ელჩებთან იქნებოდა ეს შიგნით ჩემი ვიზიტების დროს, სადაც თემატურად ეს შეიძლება გაჟღერებული ყოფილიყო, ყოველთვის მქონდა მე ეს საკითხი. როგორც ელჩებთან, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და თქვენ იცით, რომ რამდენიმე კონფერენცია ჩავატარეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორუმთან დაკავშირებით და ყოველ ჯერზე, როგორც წესი, ეს საკითხი იყო და ყოველ ჯერზე ჩემი სათქმელი იყო, რომ სამწუხაროდ მიდის აი ამ მათ შორის ესეთი დონორების მხრიდან, ეს მაგალითად მოყავს ხოლმე ეს ორი, იმიტომ რომ ცნობილი მაგალითი არის და აღარ მომატეთ, თორე სხვა მაგალითებიც არის და არა მხოლოდ აქ ევროპულ და ამერიკულებს არ გულის, ხო უყურეთ, გეტყვით ატომაც. და არა მხოლოდ ევროპული და ამერიკული ფონდები, სხვა ინტერესებიც არის და ყველას არ ვასახელებთ, ხო? და ყოველ ჯერზე, როგორც საელჩოებს, დონორებს, უცხოელ აქტორებს, ისე NGO-ებს თავად ვეუბნებოდი, რომ თქვენ თავად აიღეთ პასუხისმგებლობა, ინიციატივა თქვენ ხელში და შექმნით სისტემა, რომლითაც გახდით საჯაროდ მოქალაქეებისთვის, თქვენთვის როგორც მედიისთვის, გახდით საჯაროდ ვისგან იღებთ ფულს, სად ხარჯავთ ფულს. აი ეს არის ხო მთელი იდეა ამ ყველაფრისა. 1 წელი ყოველი შეხვედრის ნაწილი ეძღვნებოდა ხოლმე ამ საკითხს. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ დაპირება იყო, მათ შორის ზოგიერთი ფონდის მხრიდან, ამ შემთხვევაში ამერიკის დემოკრატიის ეროვნული ნაციონალური ფონდის მხრიდან დაპირება იყო, რომ მოგვაწვდიდნენ, გაასაჯაროებდნენ, მაგრამ შემდეგ იკარგებოდა ეს სადღაცას ბიუროკრატიებში მივიწყებული ხდებოდა ეს ყველაფერი. ამიტომაც ჩვენ არა თუ 5, 10 ან 15 წუთი ვიფიქრეთ, 1 წელი ვფიქრობდით და 1 წელი ეს პრობლემა არ აღმოიფხვრა. ეს არის პრობლემა. როდესაც თქვენს ქვეყანაში უცხო ფული იხარჯება ორგანიზაციებზე და ის ფულის ხარჯველი თუ დამფინანსებელი თქვენ იმ პატივსაც არ გიდებს, რომ გითხრათ ვის აფინანსებს, რატო აფინანსებს, აი თქვენ პირადად მოქალაქეს არაფრად არ გაგდებთ და არ გეუბნებათ რა ფული შემოდის და რატო ხარჯავს და გეუბნებათ, იცით რა, ეს მე გეტყვით, გიპასუხებთ, აი რახან შინაარსობრივი გინდათ, კი ბატონო, სიამოვნებით. აი უყურეთ, რას გეუბნებათ, ხო, რას მოვისმენთ ახლა ამის წინ, მათ შორის ნედის ხელმძღვანელის განცხადება, რომ ქართულ ხალხო, თქვენთვის ვაკეთეთ, თქვენი სიკეთვის, ან თქვენ გელაპარაკათ, ფაქტობრივად ეს ფონდები გელაპარაკებენ, თქვენ გეუბნებიან, რომ ჩვენ შემოვდივართ თქვენი სიკეთისთვის. ოღონდ ნუ მკითხავ მე, რას ვაკეთებ. არ დაინტერესდე, ფულს რაში ვხარჯავ, ეს შენ არ გეხება, შენ საქმე არ არის. მე როგორ ხარჯავ ფულს, ვიზე ვხარჯავ, რას ვაკეთებ. შენ დაჯექი, მე გავაკეთებ და ეს შენთვის იქნება კარგი. თქვენ ხო ხართ საქართველოს მოქალაქე. აი ეს დამოკიდებულება თქვენს მიმართ. რაიმე პატრიოტულ ნოტებს ცოტათი ხო არა იმაშრება, არ ძრავს იმას, რომ როგორ არის ეს, რომ უცხოური ორგანიზაცია შემოდის და თან ეხა ამხელა უკვე აჟიოტაჟია ხო ატეხილი. უკვე რამდენიმე კვირა არის. გამოსულიყო ან ერთი მეორე ელჩი ან დონორი თუ ვინცა ეთქვა რომ ხალხო ამის გამო უნერვიულობთ, ჩვენ თვითონ გავასაჯერებთ ყველაფერს. გამოსულიყო ეს NGO-ები და ეთქვათ რომ ხალხო ხა ჩვენს გამო თუ ეს ყველაფერი რატო ნერვიულობთ, რატო არის ეს სიძულვილი, გავასაჯერებთ ყველაფერს. რატომ არც ერთმა არ თქვა, არც ერთმა არ აიღო ეს პასუხისმგებლობა რომ ამას გააკეთებენ. რატომ? პასუხი ხო სინამდვილეში ხელის გულზედოს. იმიტომ რომ როგორც ჩანს დასამალი არის ბევრი. აი როგორც დროას დაფინანსება იყო დასამალი და ზუსტად მალავდა ეს იიდი. როგორც იიდი მალავდა რომ ჯარიმების ფულს მათი ბიუჯეტიდან იხდიდნენ, ამას მალავდა იიდი და შემდეგ შემთხვევით გავიგეთ, როგორც გახსოვთ ერთ-ერთი NGO-მ რომ შემდეგ გამოაჩინა მათი ლოგო. აი ესე მალავენ დაფინანსებებს პარტიების, რადიკალური ჯგუფების, მოლოტოვის კოქტეილის კამპანიას რო აფინანსებდნენ სირცხვილიას მეშვეობით. ამიტომ მოდით ასე შეხედეთ. თქვენ ხართ ამ ქვეყნის მოქალაქე უპირველეს ყოვლისა. თქვენ არ ხართ სხვა ქვეყნის მოქალაქე. თქვენთვის ერთადერთი დროშა არის, აი ქართული დროშა. და როდესაც თქვენ ქვეყანაში შემოდის უცხო დამფინანსებელი და თქვენ პირადად გეუბნება, რომ შენ არავინ გეკითხება მე რაში დავხარჯავ ფულს, მე აქ ფულს დავხარჯავ და ეს სარგებელი მოგივა შენ თავის თავად, აი ზუსტად ამას გეუბნება დღეს ევროპის დემოკრატიის ფონდი, რომელსაც ჩვენ მოუწოდეთ რომ გაასაჯეროს და ამბობენ არა, არ გავასაჯეროთ, იმიტომ რომ თქვენ პირადად ეს არ უნდა იცოდეთ და რაც მეკითხებოდ კიდე მეორე. პირდაპირ ეთერში უსმენთ პარლამენტის თავმჯდომარეს